მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთის ნომერ მე-60 საოლქო საარჩევნო კომისიაში კონკურსი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები და წევრები აირჩია. როგორც კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე ამბობს, კომისიამ სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო შესაბამისი ადმინისტრატორის კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ქონა. საუბნო საარჩევნო კომისიები საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ანუ 4 სექტემბრიდან შეუდგებიან. 11-დან 14 აგვისტოს პერიოდში საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებული იყო კონკურსი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილთათვის. სულ 360 ვაკანტური ადგილი ჰქონდა. შესაბამისად, ამ პერიოდში შემოვიდა 362 განაცხადი და დღევანდელ სხდომაზე 18 აგვისტოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიამ აირჩია საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და წევრები. არჩევის დროს კომისიის შემადგენლობა მიხელმძღვანელობა სხვადასხვა კრიტერიუმიდან გამომდინარე კონკურსანტთა არჩევის დროს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ თითეული ეს კონკურსანტი ფლობდა შესაბამისი პოზიციის სერტიფიკატს და პლუს ამას კონკურსანტთა უმრავლესობას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული CESCO-ს სხვადასხვა პროექტში. ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პროექტი არის ადმინისტრატორის კურსები, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარდა პოტენციური საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის და სწორედ ამ პროექტშიც ჰქონდათ უმრავლესობას მიღებული მონაწილეობა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, აღნიშნული წევრები კომისიის ხმათა უმრავლესობით იქნენ დღეს არჩეული. საუბნო საარჩევნო კომისია თავის უფლებამოსილებას შეუდგება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ანუ ჩვენ შემთხვევაში 4 სექტემბრიდან უკვე უფლებამოსილებას შეუდგებიან და დამატებით მინდა გითხრათ ის, რომ გარდა იმისა, რომ რაც მოგახსენეთ სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დაგეგმილი გვაქვს ჩვენ პროფილური ტრენინგები, რომელიც 21 აგვისტოდან დაიწყება და შესაბამისად თითოეულ ამ კომისიას ჩაუტარდება კომისიის წევრებს ჩაუტარდება პროფილური მათი ფუნქციების შესაბამისი ტრენინგები. ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები პარტია ქართულმა ოცნებამ წარადგინა. დასახელდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი პაატა კუნჭულია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები. ქალაქი ოზურგეთი გიორგი კალანდაძე, ნინო ნადირაშვილი, დავით ხურციძე, ლაითური გიორგი ხიდირბეგიშვილი, ნარუჯა გიორგი გაბისიანი, ურეკი გოჩა მდინარაძე, ნასაკირალი დავით კიკვაძე, ასკანა მაია ცქვიტინიძე, ბაილეთი პაატა კიღურაძე, ბახვი ეროდი გორდელაძე, ბოხვაური გელა ჩავლეშვილი, გურიანთა ირაკლი ჩიკაშუა, დვაბზუ მარიკა ჩხიკვიშვილი, ვაკიჯვარი დავით ასათიანი, თხინვალი თორნიკე ქინქლაძე, კონჭკათი ტარიელ აროშიძე, ლიხაური ნუგზარ გობრონიძე, მაკვანეთი ბექა თოიძე, მელექედური ლევან კილაძე, მერია ტატა ბარამიძე, მთისპირი ლელა მესხი, ნაგომარი მიხელ ცქვიტიშვილი, ნატანები დავით თოიძე, სოფელ ოზურგეთი ცოტნე ცინცაძე, სილაური გოჩა კილაძე, შემოქმედი ეკა წურწუმია, შრომა დავით ჭაკნელიძე, ცხემლის ხიდი, ქეთევან კვაჭანტირაძე, ძიმითი ზურაბ მორჩილაძე, ჭანიეთი ზაზა სალუქვაძე და ბოლოს ჯუმათი ლაშა კვაჭაძე. 18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ეროვნულ გმირს დღეს 41 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინებით შეამკეს. დღეს არის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე და ჩვენ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, ქვემოვალის თანასოფლელებთან ერთად კლასელები იმყოფებიან გიორგი ანწუხელიძის, ყვავილებით შევამკეთ მისი მემორიალი და ასე აღვნიშნეთ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ გიორგი ანწუხელიძე არის ქართული სულის გაუტეხელობის ნიმუში საქართველოს
თავდაცვის უნარიანობის მაგალითი და იმ გმირობის, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველთვის გვემახსოვრება ეს გიორგის თავგანწირვა. ეს არის გიორგის დაბადების დღე. და ყოველწლიურად ვიკრიფებით ამ დღეს მეგობრები და კლასელები და არა მარტო მეგობრები და კლასელები, სოფლელები და ზოგადად თემის წარმომადგენლები და ყოველივით შევამყოფთ სანთელს ვანთებთ ხოლმე მემორიალთან. გიორგი მარტო ქვეყნის მარტო სოფლის კი არა, ქვეყნის გაუტეხელობის და გმირობის სიმბოლო არის. შოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში ინტელექტუალური თამაში რასად როდის გაიმართა. სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები და სოფლის ახალგაზრდები ამჯერად ინტელექტში და ლოგიკურ აზროვნებაში საკუთარი თავის გამოცდის სურვილმა გააერთიანა და სწორედ ასე შედგა სოფლის საჯარო სკოლის შენობაში თამაში რასად როდის. შეჯიბს ტრადიციულად უცვლელი წამყვანი ავთანდილ სირბილაშვილი უძღვებოდა, რომელმაც ახალგაზრდებისთვის სათანადო შეკითხვები მოამზადა და თამაშის მონაწილეებს რამდენიმე საათის სასარგებლოდ და საინტერესოდ გატარების საშუალება მისცა. თამაში საკმაოდ აზარტულად წარიმართა. შეკითხვები, რომელიც დარბაზში ისმოდა, გარდა ცოდნის და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვდა. შესაბამისად, ხშირი იყო პასუხის გამოცნობის სიხარული და ასევე არაერთხელ დამარცხებით გამოწვეული იმედგაცრუებაც. მონაწილეები ორ გუნდად იყვნენ დაყოფილნი. პირველი გუნდის თამაში ანგარიშით 6-4 დასრულდა, ხოლო მეორე გუნდმა ბევრად უფრო იყო ჩაღა და შეჯიბრი ინტელექტუალური შეკითხვების წინააღმდეგ ანგარიშით 6-0 დაასრულა. დასასრულს მონაწილეებმა სიმბოლური პრიზები მიიღეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ღონისძიება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის „ისწავლე და იმოქმედე“ ახალგაზრდები გურიის განვითარებისთვის ფარგლებში გაიმართა. მე და ჩემმა გუნდმა ისწავლე და იმოქმედეს ფარგლებში მოვიგეთ პროექტი, რომლის განხორციელების თარიღი იყო 16 და 17 აგვისტო. ანუ ეს ორი დღე იყო ყველა მონაწილესთვის და განსაკუთრებით შოხატაური ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული. პირველ დღეს, ანუ 16 აგვისტოს ჩატარდა სამაგიდო თამაშები, როგორიცაა ბავშვებისთვის ყველა საყვარელი მაფიის ტურნირი და ასევე ჭადრაკის ტურნირი, ხოლო დღეს ტარდება ყველაზე ინტელექტუალური თამაში რასად და ასევე შემდგომ იქნება ფილმის ჩვენება. დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებისთვის და სამომავლოდ გავაგზავნებთ ამ მიმართულებით უფრო მეტი პროექტების შემოტანას მათთვის. ძალიან აზარტული თამაში იყო, მართლა ძალიან საინტერესო იყო პირველ რიგში და გამოცდილება ვივიღე, რაც არ ვიცოდი. გავიგე ახალი სიახლეები, ბევრი რამ. და ჩემ მაქსიმუმ გავაკეთე რა თქმა უნდა. ეს იყო ჩემთვის პირველი რასად როდის, ანუ პირველად მივითამაშე და ძალიან მიხარია რომ მოვიგე მეგობრებთან ერთად განსაკუთრებით. ის იყო რომ ყველა ძალიან გუნდურად თამაშობდით და ერთმანეთს უსმენდით, რაც მთავარია სმენა იყო აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და ცოტა კი ნერვიულობდი და ისე რაც ემოციური ადამიანი ვარ, მეტყობა და ალბათ შეატყობდით, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და აუცილებლად მომავალშიც მივიღებ მონაწილეობას. ხვალ 19 აგვისტოს ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართება. კურორტი ბახმარო კი დამსვენებლებთან ერთად არაერთ სტუმარს უმასპინძლებს. ბახმაროში 19 აგვისტოს 13 საათზე ბახვისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრადიციული დოღი გაიმართება. დღის განმავლობაში კი ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა, გაყიდვა და სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობებში მოეწყობა. ღონისძიება ჯგუფ ურსას კონცერტით დასრულდება. როგორც ბახმაროს დამსვენებლების, ასევე დოღზე ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილება 19 აგვისტოს დღის 12 საათიდან 16 საათამდე დაცული იქნება. კურორტის ტერიტორიაზე შეზღუდული იქნება ავტომანქანებით გადაადგილება. გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს ბახმაროს შესასვლელიდან 2050-ის ნიშნულის მიმდებარე ტერიტორიიდან. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. თავისი შეხვედრები გამართეს
გურიის გუნდებმა. ოზურგეთის მერცხალმა საკუთარ მოედანზე სულ ორ უმასპინძლა შეხვედრა, რომელიც ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ, თუმცა ოზურგეთელებმა ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. საბოლოოდ კი თამაში 2-2 დასრულდა. გოლები მერცხალის შემადგენლობაში დავით ბოლქვაძემ და ნოდარ სურგულაძემ გაიტანეს. სტუმრად ითამაშა გურიამ, რომელიც არაგველებს შეხვდა. აქაც დაძაბული შეხვედრა გამოდგა და თამაში იგივე ანგარიშით, რაც ოზურგეთში 2-2 დასრულდა. ლანჩხუთელებისაგან ორივე გოლი ვანო წილოსანმა გაიტანა. ამ მომენტისთვის გურიას 34 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. მერცხალს 18 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.